2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მთავარ ფინანსურ დოკუმენტ სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს. შენიშვნების უმრავლესობა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში აისახება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს 2 კვირაში წარუდგენენ. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 3 მილიარდი ლარით იზრდება და ჯამურად 35 მილიარდ ლარზე მეტია. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები. გმილია პენსიების ზრდა და საჯარო სექტორში ხელფასების მატება. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს. 3 მილიარდი ლარით გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2 მილიარდ ნახევრით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. და ეს გაზრდა არის ყველა მიმართულებით. არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა. ამის გარდა ეს არის ხელფასების და 10%-იანი საჯარო სექტორში პენსიების, შეშმოპირებთან დაკავშირებული საკითხები. რაც შეეხება მეორე მოსმენას, დღეს გაგვაქვს სესიაზე, ამ ეტაპზე მეორე მოსმენაზე ცვლილებები არ მომხდარა, ძირითადი ცვლილებები მოხდება დეკემბერში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ გადაწყვიტა წლევანდელი წლის ბიუჯეტით შეცვალოს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, შენიშვნები, რომელიც შეეხება როგორც შემოსავლებს, ასევე გადასახდელებს, ეხება როგორც სოციალურ, ასევე ინფრასტრუქტურულ კუთხით დაგეგმილ ხარჯებს, შემცირებულ კაპიტალურ ინვესტიციებს, საგარეო ვალს, რომელსაც გეგმავს სახელმწიფო ხელისუფლებამ აიღოს, შესაბამისად დავალდებით მათგან კონკრეტულ ასე ვთქვათ წინადადებებს, პასუხებს და ბუნებრივია გვექნება ჩვენი შეფასება საბოლოოდ კონკრეტული ბიუჯეტის მიმართ.